ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვას პასუხი გავცეთ. ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა 2 კვირის წინ გააკეთა. დღეს კი როცა მოსკოვის მექანიზმი უკვე ამოქმედებულია, ივანიშვილის პარტიამ საერთაშორისო ექსპერტებთან კონტაქტზეც კი უარი თქვა. ექსპერტებმა საქართველოში მუშაობა გუშინ დაიწყეს. მათგან ერთ-ერთი შერჩევა ქართულ ოცნებასაც შეეძლო, თუმცა ფორმულას ინფორმაციით რეჟიმი პროცესს გაერიდა და გამოძიებაში, რომელმაც მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტები უნდა დაადგინოს, საერთოდ არ ჩაერთო. თუ ეს მორიგი რაღაცა პერფორმანსი იქნება, სადაც უბრალოდ მხოლოდ თვითონ ილაპარაკებენ და სხვის აზრებს არ გაითვალისწინებენ, დამთავრდება ისე, როგორც მთავრდება ყველა ასეთი ტიპის პერფორმანსები. კრება დარჩება მხიარული. ოცნების სურვილით სწორედ ეს არის და უკვე ცხადია, რომ პარტია ამ გზავნილს გაიმეორებს მაშინაც, როცა ექსპერტები მუშაობას დაასრულებენ. შარმანაშვილმა თქვა, რომ დოკუმენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებენ ობიექტურ შეფასებად, თუ ეუთო ქართულ ოცნებასაც მოусმეს. თუმცა საქმე სწორედ ისაა, რომ ოცნება დაიმალა და მოსკოვის მექანიზმის პროცედურაში არ ჩაერთო. რატომ? მიზეზი ოპოზიციისთვის მარტივად გამოსაცნობია. რეჟიმმა იცის, რომ ეუთოს შეფასება მძიმე იქნება და რადგან საბოლოო შედეგზე გავლენას ვერც პროცესში მოახდენდა, პარტიამ სულად გამიჯნა გადაწყვიტა. სალოდნელი იყო, რომ ამაზე უარს იყო და ოცნება, იმიტომ რომ თუ ექსპერტი მონაწილეობს, ის უმონაწილეობს სამუშაო პროცესში და მას მოუწევდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მათი ექსპერტი, მოუწევდა დანარჩენ ექსპერტებთან ერთად აზრების და არგუმენტების საფუძველზე რაღაცების ან მიღება, ან უარყოფა, როგორც ჩანს, მათ არ აქვს არც არგუმენტები და შესაბამისად ემზადებიან, რომ ეს მოსკოვის მექანიზმის და საბოლოო ჯამში ამ მოკვლევის თუ გამოძიების დასკვნას დაუპირისპირდნენ და ამიტომაც თავიდანვე გადაწყვეტეს, რომ მასში არ მიიღონ მონაწილეობა. გამოძიება ჩატარდება ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ოცნება ითანამშრომლებს თუ არ ითანამშრომლებს, დასრულდება ოცნებისთვის გრძელვადიანად მათ შორის ძალიან ცუდი შედეგებით, შემიძლია თავი დავდო ამაზე და ძალიან მალე ვნახავთ, რომ მათი მხრიდან დაიწყება გაშავება ამ მექანიზმისაც და დაიწყებენ ეუთოზე ლაპარაკს, რომ ეუთო არის გლობალური ლობის პარტია, ან დიპ სტეიტი ან რაღაცა მსგავსი. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ექსპერტები 2024 წლის გაზაფხულიდან მიმდინარე მოვლენებს შეისწავლიან, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მონიტორინგის ქვეშ მოექცება ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი, როცა ოცნება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ივანიშვილის განსაკუთრებული შიში სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, რადგან თუკი BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოთქმულ ვერსიებს საერთაშორისო ექსპერტებიც დაადასტურებენ, ივანიშვილის მთავრობა ამაზე არამხოლოდ პოლიტიკურად აგებს პასუხს, შემდეგი ეტაპი ჰააგის სასამართლო იქნება. როდესაც ქიმიური იარაღთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა BBC-ს მიერ, ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც იყო, ეს იყო საერთაშორისო გამოძიება. საერთაშორისო გამოძიების ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც არის საშუალება ეუთოს ხელში ყველაზე ძლიერი მექანიზმი მასობრივი ადამიანის უფლებების დარღვევის, დოკუმენტირების და გამოძიების და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ეს მექანიზმი იმედი მაქვს, რომ შეისწავლის წერილში, რომლითაც მოხდა ამ მექანიზმის გააქტიურება, მითითებული იყო ეს საკითხები, რომელიც შეკრება მანიფესტაციასთან, პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებულ ძალადობა და უკანონმოქმედებებთან იყო დაკავშირებული. აქციების დარბევისას ქიმიური იარაღის საქმეზე ეუთოს ექსპერტები ინფორმაციას სავარაუდოდ ოცნების ძალოვანი უწყებებისგანაც გამოითხოვენ. ანუ იმის მიუხედავად, რომ საკუთარი ექსპერტი არ წარადგინეს, რეჟიმს ეუთოსთან კომუნიკაცია მაინც მოუწევს. ამისთვის პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა მოემზადოს, რომელმაც საქმეზე გამოძიება დასრულებულად 5 დღეში ისე გამოაცხადა, რომ 2 წლის წინ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოკენებული ნივთიერების შესახებ საერთოდ არაფერი უთქვამს. 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. მისის მანდატი მოიცავს საქართველოში ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების მხრივ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი 2024 წლის შემდგომ განვითარებული პროცესების დოკუმენტირებას და აი ამ მოვლენების შეფასებას, თუ რა გავლენა მოახდინა ამ მოვლენება მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სასამართლო დამოუკიდებლობაზე და ასე შემდეგ. ქიმიური იარაღის საქმე ერთადერთი არ არის. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეუთოს ექსპერტები დემონსტრანტების წინააღმდეგ ყველა სხვა სახის ძალადობასაც შეისწავლიან. მათ შორის მოხდება წამების შემთხვევები და სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესებიც. ოცნების თანხმობის შემთხვევაში გამოძიების ფარგლებში ეუთოს ექსპერტები სავარაუდოდ ტუსაღებსაც გაესაუბრებიან.